ჩემო პატარა მკითხველო, დღეს გაეცნობი ჰიგიენისა და თავის მოვლის უნარჩვევებს. წაგიკითხავ მოთხრობას, როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს. მოთხრობა, როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს, იოანესა და ანასტასიას ყოველდღიურ თავგადასავალს გაგაცნობს. მოთხრობაში მარტივი და შენთვის გასაგები ენით არის გადმოცემული ჰიგიენისა და თავისმოვლის წესები. საბავშვო სიუჟეტები დაგეხმარება საკუთარი თავისმოვლა სასიამოვნო საქმიანობა დაქციო და ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის საჭირო უნარჩვევები ადრეული ასაკიდან გამოიმუშაო. როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს? იოანე და ანასტასია. იოანე და ანასტასია და-ძმანი არიან. საბავშვო ბაღში ერთად დადიან. ბავშვებს ძალიან უყვართ თავიანთი ბაღი და ყოველ დილით ხალისით ემზადებიან ბაღში წასასვლელად. ვიღვიძებთ, გათენდა. ბავშვებმა გაიღვიძეს, გაიზმორნენ, საწოლიდან წამოიშალნენ, მარტივად ივარჯიშეს ხელპირის დასაბანად სააბაზანოსკენ გასწიეს. ხელპირს ვიბანთ. იოანე და ანასტასია ყოველ დილით ხელპირს იბანენ და თავს იწესრიგებენ. ხელპირის დაბანას თავისი წესი აქვს. ბავშვებმა მოუშვეს ონკანი, ხელებზე წაისვეს საპონი და კარგად აიქაფეს. შემდეგ წყლით ჩამოიბანეს და ხელპირი პირსახოცით გაიმშრალეს. კბილებს ვიხეხავთ. იოანემ და ანასტასიამ გემრიელად ისაუზმეს, კვლავ სააბაზანოს მიაშურეს და კბილების გახეხვა დაიწყეს. და-ძმას ლამაზი და ჯანსაღი კბილები აქვთ და ძალიან ამაყობენ თავიანთი ლამაზად ჩაწიკწიკებული კბილებით. ისინი ხომ ყოველ დილით და საღამოს ძილის წინ იხეხავენ კბილებს ჯაგრისით და საბავშვო კბილის პასტით. კბილების გახეხვის შემდეგ კი პირში წყლის გამოვლებაც არ ავიწყდებათ. თმებს ვივარცხნით. იოანეს და ანასტასიას ქერა ოქროსფერითმა ყოველთვის ბზინავს, რადგან ბავშვები ყოველდღე ჯაგრისით და სავარცხლით თვითონ ივარცხნიან და უვლიანთ მას. ანასტასიას ხუჭუჭი თმა აქვს და ჯაგრისი ოდნავ წიწკნის. სამაგიეროდ ბაფთებით კიკინებად რომ შეიკრავს, ძალიან უხდება. იოანე კი სავარცხლით ივარცხნის. ბიჭის თმა ყოველთვის სუფთაა და ოქროსფრად ბზინავს. სილამაზის სალონში. როდესაც იოანეს თმა ძალიან გაეზდება, დედმამას სილამაზის სალონში მიჰყავთ. დღესაც სალონში იყვნენ და-ძმანი. პარიკმახერმა იოანეს თმა შეუსწორა, შუბლზე შეუმოკლა. ანასტასიას კი ნაწნავებად დაუწდა, თმის სამაგრებით დაუმშვენა და პატარა გოგო გააბედნიერა. ჩვენ ცურავთ. იოანეს ძალიან უყვარს საბავშვო საცურაო აუზი საჭყუმპალაო. ყოჩაღი ბიჭია და კარგად ცურავს. ანასტასიამაც მოინდომა და სწრაფად ისწავლა ცურვა. ამიტომ და-ძმანი ერთად დადიან ცურვაზე. აქ ყველა ბავშვს თავისი საკუთარი თარო აქვს, სადაც ნივთებს და ტანის ამოსაღლაგებენ. საშხაპე მოხერხებულია და კომფორტული. თუ მშობლები შეჰყვებიან შიგნით, ფეხებზე ბახილებს იცვამენ, რომ მიკრობები არ შეიტანონ და აუზში სისუფთავე დაიცვან. ჯანსაღად ვიკვებებით. საცურაო აუზის შემდეგ ბავშვებს მოშივდათ და მშობლებმა გადაწყვიტეს საბავშვო კაფე ბედნიერებაში ერთად ესადილათ. იოანემ და ანასტასიამ გემრიელად მიირთვეს ბროკოლის წვნიანი, წიწიბურა, ქათმის კატლეტი და ალუბლის ნატურალური წვენიც დააყოლეს. დედამ და მამამ დესერტად ბავშვებს ნაყინის ფერადი ბურთულებიც მიართვეს. სათამაშო მოედანზე ვთამაშობთ. იოანეს და ანასტასიას ძალიან უყვართ საბავშვო ველოსიპედებით სეირნობა. სკვერში სქროლვით რომ დაიღალნენ, სათამაშო მოედანზე თანატოლებთან ერთად ქვიშისგან სხვადასხვა ფორმები დაამზადეს. ღვეზელები და ტორტები მოამზადეს, შენობები ააგეს,
გვირაბები გაიყვანეს და ზღაპრული ქალაქი ააშენეს. ეს ყველაფერი კი ისე გააკეთეს, რომ ქვიშით ერთმანეთს ტანსაცმელი არ დაუსვარეს. საპირფარეშოში იოანეს და ანასტასიას დიდი ხანია ღამის ქოთნები აღარ სჭირდებათ, რადგან უკვე გაიზარდნენ და საპირფარეშოში მორიგეობით მარტო შედიან. და-ძმას უნიტაზზე დასადებად ცალ-ცალკე დასაჯდომები აქვთ. ანასტასიას მარწყვებიანი, იოანეს კი მანქანებით მოხატული. ბავშვებმა იციან, რომ ტუალეტიდან გამოსვლამდე უნიტაზი უნდა ჩარეცხონ და ხელებიც აუცილებლად საპნით კარგად დაიბანონ. ბანაობა ძილის წინ. საღამოობით იოანეს აბაზანაში ჭყუმპალაობა ძალიან უყვარს. ზოგჯერ წყლის სათვალესაც იკეთებს თვალებში შამპუნი რომ არ ჩაუვიდეს. ანასტასია აბაზანაში საყვარელ რეზინის თოჯინებს ჩაყრის და სურნელოვანი ქაფით მათთან ერთად დიდხანს ბანაობს. როგორ ვუვლით თავს ბანაობის შემდეგ. ბანაობის შემდეგ თმებს და ყურებს კარგად უნდა გამშრალება. იოანეს ძალიან მოსწონს ბებოს ნაჩუქარი აბაზანის ლურჯი პირსახოცი და გულმოდგინედ იმშრალებს სხეულს. ანასტასია კი პეპლებიანი პირსახოცის ხალათია გახვეული და მშრალდება. ბანაობის შემდეგ კანი შრება, ამიტომ ბავშვები ტანზე საბავშვო კრემს ისვამენ. დედაც ეხმარება და სვლთმებს ფენით უშრობს. უკვე გვიანია. სწრაფად უნდა დაიძინონ, რათა ხვალ დილით ადრე გაიღვიძონ და საბავშვო ბაღში წავიდნენ.